საღამშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ ყოველს დიდი სიყვარულით. დღევანდელი ჩვენი გაშლა შეეხება დეკემბრის ბოლო ერთ კვირას. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ბოდიში გავასწორო. თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. საინტერესოა. ეს ვფიქრობ, რომ ვიღაცასთან შეიძლება პირადადაც რეზონირდეს, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, თქვენს ცხოვრებაში მოდის ადამიანი, ვისთვისაც ხართ და იყავით სტაბილური ადამიანი, შეიძლება ერთად არ იყავით, მაგრამ სტაბილურად იყავით მის ცხოვრებაში, მის ფიქრებში, შეიძლება ასე ითქვას, და ეს ადამიანი მოდის, რომელიც თქვენზე არის საკმაოდ მიჯეჭვული, რაღაც ესეთი ეშმაკისეული მიჯეჭვულობა აქვს თქვენს მიმართ ამ ადამიანს და მოდის რაღაცა დიდი სტაბილურობით, სერიოზულობით, რადგან იცი როგორ ვიტყვი, ამ ადამიანს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, პირდაპირ რომ ვთქვათ. ძალიან დიდი არჩევანი. ეს თვითონ კი მოდის ძალიან ისეთი შანსებით, რაღაცა შემოთავაზებით, შეიძლება საჩუქრით, რაღაცა ძალიან ესეთი ღირებულით მოდის თქვენთან, მაგრამ ამ ადამიანს ვფიქრობ, რომ ეს მის ცხოვრებაში მარტო თქვენ არ ხართ და არჩევანი აქვს გასაკეთებელი. საკმაოდ ილუზიებშია ეს პიროვნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტარო გვეუბნება ამას, რომ თქვენზე არის საკმაოდ დიდად მიჯაჭვული ეს პიროვნება. შეხედეთ, ეს არკანიც ისეთია, რომ შეიძლება მარტო თვითონ ეს პიროვნება არა და თქვენც ასე გრძნობთ მის მიმართ. საკმაოდ ეს კავშირი გაქვთ ენერგეტიკული, ძალიან დიდი ერთმანეთთან. თუმცა ეს პიროვნება ძალიან ილუზიურია, არჩევანი არ აქვს გაკეთებული და აი რაღაცა ეს სამიანი თასებით მოდის ეს პიროვნება, ემოციებით, სიყვარულით შეიძლება, სტაბილურობის შემოთავაზებით, მაგრამ ცალკე კიდევ სხვა სტაბილურობა აქვს ამ პიროვნებას. კარგი. ძალიან საყვარელი დასტა, ეს ძალიან მომწონს ფისოები. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. აქ ადამიანი, შეიძლება იგივე სიტუაციას მიჩვენებს, მაგრამ აქ თქვენ ხართ უფრო ისეთი ქალბატონები თუ მიყურებთ, ხმლების დედოფლის პოზიციაში, საკმაოდ ცივ ენერგიებში, ძალიან ჭკვიანი ხართ, ძალიან გამოცდილი და
შეიძლება ითქვას ერთი შეხედვით ცივი ადამიანის შეხედულებას ტოვებთ, რადგან ძალიან დიდი ის გაქვთ გამოცდილება მიღებული და უკვე გონებით საზღვრავთ ყველაფერს და არა გულით და ემოციებით. თქვენს ცხოვრებაში მოდის იმპერატორი, რომელიც მე მგონი ეს წინაზეც ამოვიდა, სხვათა შორის რაღაც ახლა ამომიტივტივდა, გამახსენდა, რომ წინაზეც იგივე ვთქვი თითქოს, ადამიანი, რომელიც თქვენგან წავიდა, თავქუთ მოგლეჯილი, ან თქვენ გააგდეთ. აქ უფრო ჩანს, რომ თქვენ გააგდეთ იმპერატორი. ეს შეიძლება ვიღაცასთან იყო მეუღლე, აი ზუსტად ეს ამოვიდა, ახლა მახსენდება თანდათან, რაღაც ესე ვთქვი, რომ ვიღაცასთან შეიძლება იყო მეუღლე ზუსტად, ან უნდა ყოფილიყო რაღაც ესეთი სიტუაცია გქონდათ უკვე საკმაოდ სერიოზული, ვისთანაც საკმაოდ ისეთი კამათი და ნერვიულობა გქონდათ და ეს ადამიანი ბრუნდება ძალიან ესეთი რაღაცა შემოთავაზებით, შეიძლება შეტყობინება მიიღოთ მისგან სასიყვარულო, ესეთი ძალიან ემოციური და შემოგთავაზებთ რაღაცა ახალ დასაწყისს. ეს პიროვნება. კიდევ რა სასიხარულო შემოდის თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიხარულო ცვლილებები შემოდის თქვენს ცხოვრებაში? ხო. აქ რა სიტუაცია იცით, მეგობრებო? აქ ასე ვიტყოდი. სიტუაცია, მოდი ესე ზოგადად ვიტყვი და არა კონკრეტულად რაღაც საკითხზე, სიტუაცია, სადაც არჩევანი იყო გასაკეთებელი, ეს არჩევანი გაკეთდება საკმაოდ სპონტანურად, მოულოდნელად და სწრაფად და ეს არჩევანი იქნება საკმაოდ ისეთი ღრმა და ბევრის მომცემი სხვათა შორის და აი ამ სიტუაციამ ზოგადად და სიტუაციამ, სადაც იყო ბევრი ტყუილები და ღალატი და ასე შემდეგ, ძალიან დიდი ბევრი რამ გასწავლოთ სხვათა შორის. პირველ რიგში გასწავლოთ ის, რომ ის თქვენი რესურსები, რაც გაქვთ ძალიან ბევრი დადებითი, არ უნდა გასცეთ არასასურველ ხალხთან, არასასურველ ადამიანებთან, ისეთ ადამიანებთან, ვისგანაც არ იღებთ იგივეს, ან ცოტას მაინც დაუშვათ, ხო? ანუ ეს ყველაფერი გასწავლოთ აი ამ სიტუაციამ, ამ გაურკვეველმა სიტუაციამ, ამ ტყუილებმა და ამ ღალატმა. თუმცა ესე კონკრეტულად არ ვასახელებ, რომ მაინც და მაინც პირადი ან კარიერა და ასე შემდეგ. ვისთან როგორ რეზონირდება, ესე ვიტყვი. ძალიან ღრმა ცოდნა მიიღეთ ამ სიტუაციიდან და რაღაც თქვენ სტაბილურობაში გადადიხართ. იცით, აი შეიძლება ვიღაცები ფსიქოლოგიისკენ გადაიხარეთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, ან ისწავლეთ უკვე. აი ეს ყველაფერი მოგიტანათ აი ამ სიტუაციამ, რაც თქვენთვის იყო ძალიან ესეთი დაუბალანსებელი და მტკივნეულიც სხვათა შორის, რა თქმა უნდა, იქნებოდა მტკივნეული, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ტყუილი და ღალატი ჩანს. და იცით როგორი გადაწყვეტილებაა მიღებული თქვენი მხრიდან, ანუ საკუთარი თავისთვის სამართლიანი გადაწყვეტილება, ანუ სამყაროს თქვენს მხარეს არის და სამართლიანი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ თქვენი თავისთვის, ხო, აი ამ ყველაფერში გეხმარებათ თითქოს სამყარო და ეს თუ ჯერ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, აი ზუსტად აი ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ეს პროცესი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად. შემოვა რაღაცა ახალი, აი ესეთი თქვენს ცხოვრებაში. ხო.
ასევე თუ კონკრეტულად პირადზე არის საუბარი, შეიძლება ითქვას ისე რომ აქ შემოდის ადამიანი სტაბილურობისთვის, ადამიანი, რომელმაც გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი თქვენთვის მოულოდნელი იქნება. ანუ არჩევანი გააკეთა თქვენსკენ, ასე ვთქვათ და მოდის ძალიან ისეთი სტაბილურობით და მოულოდნელი იქნება თქვენთვის მისი ეს ქცევა. ადამიანი არის საკმაოდ ისეთი მოძრავი, ენერგიული, სულ გადაადგილება რომ უყვარს, აი რაღაც სულ დადის იქით აქეთ რაღაც მოძრაობაშია სულ, ანუ ესეთი პროგნოზია. ან ორი რამე ვთქვი ხა ამ სიტუაციაში, უფრო ძირითადად ზოგადად ვისაუბრო, მაგრამ თუ პირადს ეხება, პირადშიც აი ესეთი პროგნოზი შეიძლება იყოს. ამ ერთი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვინც აი ამ ვიდეოს აყურებთ. ძირითადად როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, გაშლები თქვენი ენერგიებიდან გამომდინარე არის უფრო პირად ცხოვრებაზე და ახლაც იგივე და აქ რა ხდება? მოდი ასე ვიტყვი. ადამიანმა, რომელიც იყო საკმაოდ გაურკვევლობაში, თითქოს იმედგაცრუებულიც დაგტოვად, მე ახლა ფონი რაც არის იქიდან მკითხულობ და საკმაოდ შიშებში, გაურკვევლობაში, იმედგაცრუებული დაგტოვად, ხო, ეს თასების დედოფალი და თითქოს დაარღვიეთ თქვენი ჰარმონია, არაფრად ჩააგდო, ასე ვთქვათ, თქვენი ყურადღება, ზრუნვა, ეს ემოციებიც, ხო, და მანიპულირებდა. თქვენ ამ ყველაფერმა მაგალითად ძალიან მასთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობამ კი არ დაგდრგუნათ, შეიძლება თავიდან გქონდათ ესეთი ფონი, მაგრამ რეალურად ძალიან გაგაძლიერეთ შინაგანად და აი ეს წეღან რაც ვთქვი, რომ ანუ ისწავლეთ მეთქი ვისთან უნდა გასცეთ თქვენი რესურსები, ზუსტად ეს ისწავლეთ აი ამ ურთიერთობიდან და ამ სიყვარულიდან და თითქოს ახლა იცით როგორ ხართ, რომ აი არჩევანი გააკეთეთ თითქოს თქვენ და აირჩიეთ ის მომენტი, რომ თქვენთვის შეინახოთ თქვენი რესურსები და აი ბევრი აღარ გასცეთ ამ ადამიანის მიმართ და ზუსტად ეს შემოდით, აი თითქოს რომ შეუწყვიტეთ რესურსები ამ პიროვნებას, აი მაშინ მოაწო ამ ადამიანს თქვენს მიმართ ესეთი სიყვარული, უფრო მეტად დაგაფასად თითქოს, აი უფრო მეტად იგრძნო თქვენი საჭიროება, ხო? და უფრო მეტად ერთგულებას ვუსვამ ხაზს, რომ უფრო მეტად ერთგული გახდა თქვენს მიმართ. აი, როდესაც შეუწყვიტეთ თქვენ ეს ყველაფერი, რასაც მის მიმართ გასცემდით. და ზუსტად აი ეს სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თუ ეხლა აი ხართ ესეთ ურთიერთობაში, სადაც ძალიან ბევრი მანიპულაციები და გაურკვეველი სიტუაციებია, ეს თქვენი ქმედება, რომ შეუწყვიტავთ ამ რესურსებს ამ პიროვნებას, მოგიტანთ ძალიან კარგ შედეგს. რეალურად ეს ადამიანი უფრო მეტად დაგაფასეთ. სულ ეს იყო მეგობრებო, დღევანდელი გაშლა. ასევე აქვე მინდა ჩემთან მოსულ გოგოებს მადლობა გადავუხადო, ვინც მუდმივად მისმენთ ხოლმე, გეცოდინებათ, რომ წინა კვირას მქონდა ესეთი საახალწლო ფასდაკლება და გოგოები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ, შემდეგ გასაკვირად ფასდაკლების გარეშე მირიცხავდნენ თანხას და აი მინდა მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ, რომ შეუძლიათ გაცემული ენერგიის საფასური უფრო მეტად დააბრუნონ, ვიდრე
არსებული თანხა იყო. აი ძალიან გაოცებული და გაკურებული დავრჩი და სასიამოვნოდ გაოცებული და მადლობა დიდი ასეთ ამ გოგოებს, ვინც ჩემთან იყო. უკლებლივ ყველათან, აი ძალიან გაოცებული დავრჩი მე თვითონაც. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ აქედან მინდა რომ მადლობა უთხრა იმ გოგონებს ზუსტად, ვინც ასე დააფასა ჩემი შრომა. მადლობა დიდი. ასევე შეგახსენებთ ჩემს ნომერს 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადი სესიებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურობთ ხოლმე ჩემს კომენტარებში და მიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს, როგორ რეზონირდა ჩემი გაშლა თქვენს სიტუაციაზე. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და რა ვიცი, თუ თქვენ გეხმარებათ რაიმეში ჩემი გაშლები, იქნებ სხვასაც დაეხმაროს. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ, დროებით.